დღევანდელი რეცეპტი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, არის უგემრიელესი, მაგრამ არაა ქართული და არაა ტრადიციული. სამწუხაროდ ქართველებს გვიჭირს ახალი გემოების მიღება და თუ ჩანახს არ გთავაზობთ, ან შედარებით უცხო ინგრედიენტებს ვიყენებ, კრახს განიცდის რეცეპტი. მე მაინც მინდა გაგიზიაროთ ეს უგემრიელესი სადილე თავისი ნაზი გემოებით, რომელსაც დღეს ლუკასთან ერთად მოვამზადებ, რადგან ბაღი გაუსწა და ერთად მოგვიწია მუშაობა. ყვავილოვანი კომბოსტა და ქამას სოკო დაჭერით, გადაიტანეთ გახურებულ ზეთმოსყმულ ტაფაზე და დადგით ცეცხლზე მოსახრაკად. ამასობაში დაჭერით ხახვი და ბეკონი. ბეკონი შეწვით ტაფაზე და დაუმეტეთ შემდეგ სოკოს და ყვავილოვანს. შემდეგ ტაფას მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და გადაიტანეთ კარაქის ნაჭერი. დაუმეტეთ ხახვი, დააჭრილეთ ნიორი და მსუბუქად მოთუშეთ. შემდეგ დაუმეტეთ ფქვილი და დაასხით რძე. აი აქ ნუ დაიძაბებით, უბრალოდ მენდეთ. უგემრიელესი соуსი გამოდის. ბეშამელის соуსის ბიძაშვილი. დადგით ცეცხლზე და სულ მალე მასა შესხელდება. შემდეგ დაუმეტეთ გახეხილი ყველი, მე სულგუნი გამოვიყენე და აცადეთ რომ ყველიც დადნეს. ამასობაში ფორმებში გადავიტანე ყვავილოვანის სოკო და ბეკონი. მოვაყარეთ წვრილ-დაჭრილი ოხრახუში და დავასხი მომზადებული соуსი. კარგად ამოურიეთ, მოვაყარეთ თავზე პანკო ან პურის მარცვლები. ესეც ძალიან უხდება და მოვაყარეთ ისევ გახეხილი ყველი. აწყვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ყველის მოპრაწვამდე. თითებს ჩაიკვნეთ, ისეთი სადილი გამოდის და გემრიელად მიირთვით. კიდევ რამდენი რამე მინდა ვთქვა, მაგრამ ვერ ვასწრებ.